დილამშვიდობისა ყველას როგორ ხართ აბა? მოგიკითხავთ ყველას. ალბათ უკვე ხედავთ რაზე მინდა ვისაუბრო, ხო? ფარისევლების აფუსფუსებაზე. მაგრამ ჯერ დილის სიმღერას ვიმღერებთ, ესე იგი. დილის სიმღერა ჩემი ასეთია. შენ მზის ჰეიო გაიღეო, გამოუშვიცით თქვა ჰერიო, ჰეინის და ჰეიონის ჰემერვე ორიონის. მეგობრებო, თქვენ ხედავთ, რომ აი აქ ძალიან პოპულარული გამხადეს ფარისევლებმა. ვითარცა ქრისტეს დღეებში, როდესაც ქრისტეს, ესე იგი, კონცეპტიდან ამოგლიჯილ ფრაზებს გადასცემდნენ კაიაფას და დაგრუზეს მაგარი ეს კაიაფა რა, რომ აი თურმე ქრისტე რებს იძახის, რა საშინელებებს იძახის და იესო უпроსწორეთ, როგორ შეურაცხყოფს ღმერთს. ხო და ღმერთს რომ შეურაცხყოფსო, დაიგრუზა ეს კაიაფა და მეო, ჩემი ღმერთისთვისო, ყველაფერს გავაკეთებო, კაცსაც კი მოვკლავო. ხო, ესეთი საკითხია რა, ეხლა იგივე საკითხია და აი ნახეთ რა. ბერი ნიკოლოზის მრევლი თვლის, რომ გარდაცვლილი ბერი მკვდრეთით აღდგება. ხო, აქ რამდენიმე შეცდომა დავიჭირე და განვიხილოთ, ხო? მე ეხლა აქ დაბლა წავიკითხავ ჯერ. ბეტა მდგომარეობა რას ნიშნავს? ჩვენ ალფაში ვართ ალბათ. მერე ის წერს რუსუდან ჯაფარიძე რომ ნეტარ მდგომარეობაში არისო. ხო, მერე ლელა წერს, გასაგებია, მადლობა. ნუ ჩურჩუტებენ რაღაცებს. საყვარელო რუსუდან კარგად გაიგე ბეტა მდგომარეობა რას ნიშნავს. ბეტა და ნეტარი ერთი და იგივე არ არის ჩემო საყვარელო. ეხა ვისაც გონია რომ მე ვარ ბერი ნიკოლოზის მრევლი. გეტყვით, ბერი ნიკოლოზის მრევლი, მრევლს ვიცნობ მე და ბერი ნიკოლოზის მრევლი არასდროს არ ყოფილვარ. ისე რომ იცოდეს ამ ვიღაცამ რა, ვინც ეს დაწერა. ხო და გარდაცვლილი ბერი მკვდრეთით აღდგებაო, მეგობრებო, მკვდრეთით ყველა აღდგება მეორე მოსვლის დროს და რა გიკვირთ, ჯერ ეგერთიც ეს კონცეპტიდან ამოგრიჯილი რაღაცა ნახე შენ როგორც შანს და ბოლომდე არ გიყურებიან ვიდეოსთვის. ხო და იქ რასაც ვამბობ, კარგად გაიაზრეთ. წაკითხულიდან და მოსვენიდან შინაარსის გამოტანა თუ არ შეგიძლიათ, ეგ არც ჩემი პრობლემაა და არც ალბათ სხვისი, არც ბერი ნიკოლოზის მრევლის, მაგრამ ერთიც გავთიშოთ. ხო, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ გამოგადგებოდათ ეს ინფორმაცია ჩემს შესახებ, რომ მეთქვა. მეგობრებო, მე ბერი ნიკოლოზი კი არა ვარ. ბერი ნიკოლოზის მრევლი კი არა ვარ. და არც ილია მეორის მრევლი არა ვარ. მე ვარ იესო ქრისტეს მრევლი. თუ გინდათ ესე რომ გაიგოთ ვისი მრევლი ვარ. ხარა შეიძლება შეეხება უბრალოდ სექტანტობის საკითხს. სექტანტები იცით ვინ არიან მეგობრებო? აი ისინი ვინც თქვენნაირად დადგა და მეორე ჯგუფს განკიცხავს. აი ეგ არის სექტანტი. აი ჩვენი ერთნი ვართ და ისინი სხვები. აი ეგ სექტანტობაა რომ იცოდეთ რა და მეორე ის რომ ალბათ არ მიცნობთ თქვენ და რომ გამიცნობთ და რომ გაიგებთ ვინ ვარ, ხო? მე ალბათ მაგრად შეგცნობათ, იმიტომ რომ მაგარი აცდენილები ხართ რა. აცდენილები ხართ იმ რეალობაში, რომ ვერ გაიგეთ მე ვინ ვარ. ხო, ნუ ეხლა თუ გიჭირთ მაგის გაგება რა ჩემი ბრალია, ხო? ეს აშკარად თქვენი ბრალია, იმიტომ რომ არ ცდილობთ მაგას. ნუ აშკარად თან გინდათ რომ გაიგოთ და თან კიდე არ ცდილობთ რომ გაიგოთ. მეორე ის რომ ნუ ეს კარგია რომ 200,000 ადამიანი დაინტერესებულია ამ საკითხით რომ გაიგოს ვინ ვარ მე. მეგობრებო, როცა გაიგებთ ვინ ვარ მე, მერე უკვე
სასაცილოდ აღარ იქნება საქმე, მაგრამ მოდი აბა მაინც სასაცილოდ შემოგიგდეთ ერთ სურათს და ერთი მაგითაც გამაშიარეთ რა. მაგითაც გამაშიარეთ. აი ამ სურათით და ისიც აი ეს სურათიც ძალიან საინტერესო გასაშიარებელია და ამოჭერით ახლა ეს კონცეპტიდან და გაანდეთ ხალხს რომ მე ვარ თამარი. ხო მეგობრებო, მე თამარი ვარ, ესე კი მიყურებთ. მოდი რა გააშიარეთ, ესეც არ გინდათ, ერთი მაგას ალბათ 1 მილიონი ადამიანი ნახავს, ხო. 200,000 არაა და ბევრი ნახვა გექნებათ და ბევრ ხალხს მოიზიდავთ ეგრე. აი ეს უფრო მაგარი თემაა რო იცოდეთ რა, გასაშიარებლად, ვიდრე ის რომ ნიკოლოზის ნარიმანის მრევლობა მიმაწეროთ და ტყუილები თქვათ. ეგ ტყუილია, რასაც ამბობთ და ჩაგეთვლებათ ტყუილში, მოსანანიებლად გაგიხდებათ საქმე. ისიც ტყუილია, რეებსაც მაბრალებთ, მაგრამ აი ამას არ დამაბრალებთ. ამას მართლა ვამბობ. ხო, ამას მართლა ვამბობ. მე თამარი ვარ, გესმით? ხო და მოდი ეს გააშიარეთ, არ გინდათ? ხო. მერე იმ ხალხს რო გააშიარებთ, ხო? და ის ხალხი რომ ააჟიოტავს ატეხს და თამარი გონია თავი რო იტყვის და ასე შემდეგ, მერე გავაზიარებ ჩემს პირად მოწმობას და იქაც რომ რა ეწერება, ისიც ვნახოთ, ოკეი? კარგი. მერე ისინი რომ 1 მილიონი ადამიანი რო ნახავს ამ ვიდეოს და მოაბავს კუდს და მერე გადმოვა ჩემს გვერდზე და ნახავს აი იმ პირადობის მოწმობას, მერე რა ვიცი რა სიზავს, მაგრამ ან გადმოვა ან არა, მაგრამ საინტერესოა ესე გააშიარეთ რა, მაგარია. ვკაიფობ მე ამაზე, იცით? ძალიან მაგრად ვკაიფობ. იმიტომ რომ აი ხლა ეს 2 დღე არის ენერგიების იმხელა მოზღვავება მაქვს, რომ ეს თქვენი დამსახურებაა სხვათა შორის კუდის მომბმელებო და ფარისევლებო, რომ გამაშიარეთ ესეთ მაგრად. ხო და სულ ერთია როგორ ლაპარაკობენ ნეგატიურად, პოზიტიურად, მე ეს ენერგია მაინც მომდის, ანუ ენერგია მოდის ჩემთან ყოველთვის პოზიტიური სახით, იმიტომ რომ ვინც ბეტა მდგომარეობაში არა ნეტარ მდგომარეობაში მეგობრებო, ნეტარ მდგომარეობაში იყო თქვენი უსუსური ილია და ბეტა მდგომარეობაში სხვა რაღაცა არის, მაგეებსაც ნუ აურებთ ერთმანეთში, ხო? ხო და ასე რომ ჩემო საყვარლებო, გაითვალისწინეთ ეს ამბავი, ხო? ხო, უფრო მაგარი თემა არის, ახლა შემოგიგდეთ ეს თემა, თამარი ვარ. კი. არ გაინტერესებთ? ხო გაინტერესებთ, რომ ვინ ვარ, ხო და თამარი ვარ რა. არავის მრევლი არ ვარ და არავის წევრი არ ვარ, მე ვარ თამარი. კარგით? აი ესე ვთქვათ რა, მოკლედ, რა თქინდათ ახლა იმის წევრობა და ის აღდგებაო და ეს ყველანი აღდგებით, მეგობრებო, აღდგარი ვარ აგერ და აღდგება ყველა. მეორეთ მოსვლა სხვა რა გონიათ. ცეცხლის გადმოსვლა გონიათ იქ იერუსალიმში. ცეცხლებს რო გინთებენ და მე ჩამოგაქვთ ის ცეცხლი, მაგის დაჯერება უფრო გაინტერესებთ? თქვენ ჯერ მაგდონეზე ხართ? კარგი იყოს, ნუ ცეცხლის მოვიფიქრებ, მეც რამენაირად ქიმიურ იმას ვიყიდი, ქიმიურ ნივთიერებას და აგერ აქ ჩემს ჰილდაში რომ მოხვალთ, მე ეს ცეცხლი გადმოვა და მე გეტყვით, რომ აი, ცეცხლი გადმოვიდა სასწაულებრივად და დაიჯერებთ ეთყობა ალბათ, ხო? მე ის შალვა კეკელიძეც გამოაგზავნეთ, აქ იქნებ ჩამოიტანოს ბაგებიდან ის წმინდა ცეცხლის თავისით რო აინთება და ეკლესიაში მიიტანოს და დაგიდოთ იქ, ხო? მე ხა იერუსალიმში ტყუილა ფულები რატო ხარჯოს კაცო, აქაც ინთება ეგეთი ცეცხლები, კი, ნამდვილად. ხო და მეგობრებო, აბა გელოდებით, ახლა რამდენ ნახვას დააგროვებთ ამ შიარით. მაინტერესებს ძალიან. კი, მეც ვიცინი, თქვენც ხო იცინით. თქვენ იძაბებით და მოდი მე განვიძაბები, კარგი? განვიძაბები, თქვენ დაიძაბეთ, მე განვიძაბები და ვინ მოიგებს ბოლოს ვნახავთ. ოკეი? კაი. წავედი ახლა და სხვა ლაივში შემოვალ ისევ. სხვა თემებზე გელაპარაკებით, კარგით? აბა თქვენცით. ისევ შემოვალ, ხალხო. მე არ მიჩვენებს ახლა აქ რამდენი ხართ, მაგრამ როგორც ჩანს ხართ, რამდენიმე შემოსული.